დიმიტრი მედვედევის დღევანდელ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა სურს, იმიტომ რომ სათავეში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც ირიბად ამ პირდება, რომ დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოს დაიბრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანოს ჯარები, მზად არის დღესვე ჩაფრინდეს და გადადგომის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, ამ ტყუილის კბილი ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა. მაგრამ დღეს მათ თვითონ აღიარეს თუ რატომ უნდათ მათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ საქართველოს აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყანა, მათი აზრით და მათივე გამონათქვამებით, რომლის გამეორებაც მიბაძვა კი შეუძლია რუსეთს, მაგრამ გამეორება ნამდვილად და დაწევა არ შეუძლია. და არადა წარმატებული საქართველო არის მათთვის ყველაზე დიდი კოშმარი. ქვეყანა, რომელიც მათ გამოაცხადეს განადგურებულად დამთავრებულად 2008 წელს, აღსდგა ფერფლისგან და მიაღწია ისეთ წარმატებებს, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ როგორც დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ესაც ვარაუდობთ, ასევე თვითონ რუსეთის დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელებისთვის. ეს ერთი და მეორე. მათ უნდათ საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო, რომ მათ უნდათ მოიყვანონ ისეთი ძალა, რომელიც ირიბად ამ პირდაპირ პირდება, რომ ის დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ის შეწყვიტავს საერთაშორისო ხარდაჭერის მოპოვებას ამ თემაზე და შეურიგდება არსებულ, როგორც რუსები ეძახიან, რუსეთის დღევანდელი მთავრობა ეძახის, ახალ შექმნილ რეალობას. აი ეს არის ის, რაც ლაპარაკობ. ამიტომ ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი. თუ ისინი იძახიან, თუ ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანონ აქედან თავის ჯარები, დღესვე იქნება ეს ბატონი მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი სათვალ სადაც უნდა ჩავფრინდა და მოვაწერო ხელშეკრულებას, რომ ცვლით ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას და ჩვენი მთავრობის საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე. რასაც ისე ხო ამბობენ, რომ აღადგენენ ურთიერთობას, თუ მათ უნდა თლიან საქართველოს ურთიერთობას აღდგენა თავის ტერიტორიებში, ამაზე დღეს ვუაწერთ ხელს. მივდივარ ამ ხელშეკრულების თანახმად, თუ მასინი დათანხმდებიან, ოღონდ დაგვიბრუნონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი, გაიყვანონ აქედან თავის ჯარი, თუნდაც საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოხდეს ეს ყველაფერი.